30 წლის წინათ დაიწყე ქართულ თეატრში მუშაობა. თუმცა მშობლები და მეგობრები მკითხავდნენ, რა ხალი უნდა იყოს თეატრში რომ იკუნდრუშო? სადღა უნდა გამოყო თავი, სისხლითაო, ხალხი ჩაგაყვაებსო. მე როგორც იყო შევასრულე ჩემი ისწრაფება. პირველად სოფელ მერეთში 1885 წელს ოქტომბერში ითამაშე. ერთი წლის შემდეგ მუდმივად დავიწყე თბილისში მუშაობა ქართულ სცენაზე 1886 წლიდან. დიდად მიხაროდა ქართულმა დრამატიულმა საზოგადოებამ პირველად საჯებუტო წარმოდგენიდანვე ჯამაგირის დამიმისნა. თვეში 4 თუმანი. კარგად ხანს ვიღებდი ამ ჯამაგირსა. მუშაობა მემატებოდა ჯამაგირი კი არა. ჯამაგირსაც თავის დროზე არ გვაძლევდნენ. გამგეობა. ხშირად გვიკლებდა ჯამაგირს. თეატრს დეფიციტი აქვსო. ჩვენც ვემორჩილებოდით. როდესაც ბენეფისების მოდაში შემოვიდა, მეც გამრიეს ამ მოდაში. მამცეს ბენეფისი, მაგრამ პირობა ხელსაყრელი არ იყო. ბენეფისის შემოსავლიდან თეატრის ხარჯებს აიღებდა გამგეობა, დანარჩენ შუაზე გაგვიყოფდა. ასე რომ ბევრი ღელვა წვალების შემდეგ ან 5 თუმანს ავიღებდი, ან 7 თუმანს. ბენეფისებს ხშირად გვიმართავდნენ, რადგანაც ეს გამგეობისათვის სასარგებლო იყო. ამ პირობებში მუშაობდი დაუღალავათა. ჩემმა ზოგიერთმა ნათესავებმა და მეგობრებმა ძალიან იუკადრისეს ჩემი აქტრისობა. ჩემ სოფელში თითქმის ყველანი ცირკის ქალს მეძახდნენ. დრო იცვალა, დადგა საინტერესო ხანა, მთელი ხალხისთვის და განსაკუთრებით მსახიობებისთვის. მე იმდენად მაგარი აგებულობის ადამიანი გამოვდექი, რომ ახალი სახის, ახალი სიტყვით თეატრს მოეწარით.